სოციალურ ქსელში ლიკა შენგელიას ირგვლივ სკანდალი აგორდა. ჟურნალისტ სალომე გოგიაშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა. სხვის ქმარზე ნადირობა სულიერი სიღარიბის მანიშნებელია. ვინც სხვის ტკივილზე ბედნიერებას აშენებს, ის თვითონ იქცევა წარსულად ღვთის წინაშე. მე მგონი, მეთანხმებით ხო, გოგოებო? თუ გინდათ გავშალოთ თემა მერე, თქვენი აზრი მაინტერესებს. წერს სალომე გოგიაშვილი. სტატუს მოგვიანებით ლიკა შენგელიამ უპასუხა ვრცელი წერილით. აღშფოთებულ და შეურაცხყოფილ ქალბატონს, რომელსაც თურმე ქმარს ართმევენ და ოჯახის სიწმინდეს უნგრევენ. ქმარს, რომელმაც წინა დღეს დამირეკა მესინჯერით ძალიან ნასვამმა და მეორე დღეს მომარდა ჩემს სახლთან, სადაც ცხოვრებაში პირველად ვნახე ლაივში, გარდა იმისა, რომ რამდენჯერმე გამარჯვებით მივსალმები ვარ. ქმარს ართმევენ თურმე შეურაცხყოფილ დედაკაცს, რომელიც დღემდე მისი ქმრის უახლოეს მეგობართან დადის და ვისი ცოლიც მისი საუკეთესო მეგობარია. ქმარს, რომლის მეორე მეგობართან 2 წლიანი რომანი ჰქონდა და როცა ამბით სამოუვიდა ყელში, დაშორდა და შეყვარებულად გაიჩინა ჩემი მეგობარი გოგო. ეს წმინდა ოჯახის დედაკაცი მიუვარდა სახლში ამ გოგოს, რომ თავი დაანებე ჩემს კაცსო. ყველა ვთხოვდით, რომ დაერეკა მისი ქმრისთვის, მაგრამ ამ გოგოს შეეშინდა. ალბათ ახლაც ეგონა, რომ მეც შემეშინდებოდა და გავჩუმდებოდი. შემეშინდებოდა ვატო ყიფიანის, ვისი ახლობლობითაც დამემუქრა. არადა ეს ოჯახი ჩემთვის ძალიან საყვარელი და ახლობელია და ასეც რომ არ იყოს, მაინც არ შემეშინდებოდა, რადგანაც მართალი ვარ, წერს ლიკა შენგელია.